ძალიან მნიშვნელოვანი არის მშობლებმა, რომ ყურადღება მიაქციონ ერთი, რას გონება სხეული, ფიზიკა, მხრები, ხელები, ხო, კუნთები, არ ვიცი, როგორ ზის, ტელეფონშია, კისერი ესეა, ხო, რომ მივაქცევინოთ ყურადღება ჩვენ შვილს, ხო, ვაუ, ნახე, ეხა როგორ ზიხარ, რომ კისერი აქეთ გაკ, რომ ტყუილ უბრალოდ არ დავახარჯინოთ ჩვენს ორგანიზმს ენერგია, რომ ეს ენერგია გამოვიყენოს იმისთვის, რაც არის ღირებული ადამიანური ცხოვრებისთვის, არ ვიცი, შემეცნებისთვის, იუმორისთვის, შემოქმედებითობისთვის, ურთიერთგათვალისწინებისთვის და ასე შემდეგ. ამისთვის აღარ რჩება საკმარისი ენერგია ჩვენს თავისთვის, როცა გადაძაბულები ვართ. ამიტომ კი შეიძლება გაკვეთილებზე იაროს რაღაცა თავის ძალა დაატანოს, გააკეთოს, მაგრამ მე რო სთხოვრო თავის დას გაუყოს რაღაცა შოკოლადი, უცებ თამას რომ არ მაინტერესებს, არაფერს არ გაუყოს. ეს არის რაღაცა სტრესის სუსტად. ეს არის კომუნიკაცია, რომელიც უბრალოდ ეს გვეუბნება, რომ შენი შვილი რაღაცა უმადურიან ბოროტი ძმა კი არ გახდა, ხო? ანუ რაღაცა ხო არ მეშლება და ადამიანობას კარგავს, ეს არის უბრალოდ ჩვენი სხეულის კომუნიკაცია, რომელიც გვეუბნება, რომ უბრალოდ გადატვირთულ, გადაჭიმულები ვართ და დაგვეხმარეთ, რომ გადაძაბულობა მოვიშოროთ, რომ ის ენერგია განთავისუფდეს და წავიდეს იმ სისტემებში, რომელიც მნიშვნელოვანი არის ხანგრძლივი ჯანსაღი ცხოვრებისთვის. საჭმლის-მომნელებელი სისტემა, იმუნური სისტემა, უჯრედული შეკეთება, ტოქსინების გამოტანა, ანუ როგორც ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, ასევე აი ამ უმაღლესი ვთქვათ ფსიქიკური ფუნქციები დასწავლისთვის, ურთიერთობისთვის და ასე შემდეგ.